Kolegebo, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს დღევანდელი სხდომა, ჩვენ მიმდინარე კვირას გვექნება სასესიო კვირა. გასულ კვირას ჩვენ მოვისმინეთ პარტია გახარეს საქართველოსთვის განცხადება, რომ ისინი აპირებენ, რომ საკუთარი მანდატები, რომელიც მათ აქვთ დღესაც ეს უკვე ასე ვთქვათ, გამოიყენონ აქტიურად და აღარ გააცდინონ საპარლამენტო საქმიანობა და დაესწრონ ხოლმე სხდომებს. დღეს როგორც ჩანს ორშაბათი სიმეტრია და დღეს ალბათ დღესაც აცდენენ სამსახურს. ასევე ვნახეთ, რომ გზაში ერთი დეპუტატი მათ უკვე დაკარგეს, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს რომ გავიდეს პარლამენტიდან. ნახოთ, მოკლედ რთული გზა გამოიარეს და როგორ ჩაეწერებიან საპარლამენტო საქმიანობაში, ყოველ შემთხვევისთვის საქართველოს პარლამენტი ის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომელიც გააჩნია ნებისმიერ პარლამენტის წევრს, თუ შემდეგ შეიძლება ორგანიზაციულადაც გაერთიანდებიან, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლოა იქნებათ, იცით რომ მე შევხვდი მათ შორის ბატონ შალვა კერესელიძეს, რომელიც წინამოწვევის პარლამენტის წევრის გახდათ და გქონდა მათ შორის ამ ტექნიკურ საკითხებზე საუბარი და საქართველოს პარლამენტის აპარატი არის კონტაქტზე მათთან და შესაბამისად უზრუნველყოფილი არიან იმისთვის, რომ გქონდეთ სამუშაო გარემო, ასე რომ ნახოთ, იმედია ხვალ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. რაც შეეხება ჩვენს საკითხებს ბიუროს სხდომის დღის წესრიგიდან. განსახილველ საკითხებში გვაქვს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი მეორე მოსმენით, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი მეორე მოსმენით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, დიზაინის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის და მართვის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, საგადასახადო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რატიფიკაცია იქნება ერთი საკითხი. მე-15 საკითხად საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის შეთანხმების რატიფიკაცია. მე-16 საკითხი გახლავთ კვლავ საქართველოს და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია. რაც შეეხება მე-17 საკითხს, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ქართულმა ოცნებამ ინტერპელაციის წესით მიმართა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ რევაზ სოხაძეს. ეს საკითხები გადაგზავნილია უკვე მინისტრთან. იცით რომ ჩვენ ახალი რეგლამენტით გვაქვს ახალი წესი ინტერპელაციისა, რომელიც კიდევ უფრო აქტიური, მოქნილი და საშუალება არის იმისთვის, რომ მინისტრთან გაგზავნილი იქნას კითხვები, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა გვექნება მიმდინარე კვირას. ჩვენ გქონდა იცით რომ ინტერპელაციისთვის არის 4 შაბათი და 5 შაბათი და პარლამენტმა უნდა დაადგინოს დღე, გქონდეს ინტერპელაცია, მათ შორის რეგლამენტის მიხედვით პლენარული სხდომა იწყება ინტერპელაციით, ანუ 4 შაბათს ჩვენ სხდომას დავიწყებთ პირდაპირ ინტერპელაციით, არ იქნება სხვა საკითხების განხილვა. ასევე მიცით რომ ახალი წესი რო განმარტო მათ შორის საზოგადოებისთვისაც გულისხმობს რომ წინასწარ ხდება კითხვების გაგზავნა, რაოდენობა ამ მხრივ შეზღუდული არ არის. ფაქტობრივად როგორც მინისტრის საათი იყო ხოლმე რაღაც ბევრი კითხვების დასმა, აქაც წინასწარ მით უმეტეს მეტი დრო აქვს პოლიტიკურ ფრაქციას და შვიდკაციან ჯგუფს რომ ჩამოაყალიბოს კითხვები. ეგზავნება ადრესატს, რომელზეც ის პასუხს გასცემს ინტერპელაციის პროცესში პლენარულ სხდომაზე. შემდეგ ყველა სუბიექტს ინტერპელაციისას აქვს შესაძლებლობა ორი ზეპირი კითხვაც ადგილზე დასვას, სხვა საკითხზე ასე ვთქვათ, რაც არ არის შეიძლება წერილობით კითხვებში, დაზუსტებების უფლებაც აქვს და ზეპირი კითხვის დასვის უფლება, რასაც მოყვება პასუხები. განსხვავებით წინა წესიდან შემდეგ არ ხდება რაღაც დებატები ან გამოსვლები ფრაქციების თუ სხვადასხვა ჯგუფებისა. და თავად ეს პროცესი მაქსიმუმ 3 საათით არის შემოფარგლული. ასე რომ პირველად გვექნება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ახალი წესით ინტერპელაცია და ამიტომ ვფიქრობ საინტერესო იქნება როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ გთავაზობთ 4 შაბათს იყოს და გთხოვთ ამ მხრივ თანხმობას. მადლობთ. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასახლო შეთანხმება არის შემოსული. აღნიშნულ შეთანხმებაზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს, სავალდებულო კომიტეტებად ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა. კი ბატონო, მეორე საკითხი გახლავთ თავდაცვის კოდექსში ცვლილებები, პაკეტი.
ამ პაკეტზე წამყვან კომიტეტად გთავაზობ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სავალდებულო კომიტეტებად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და იურიდიულ საკითხთა. კი ბატონო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განსაცვლელი. ამ პროექტზე წამყვან კომიტეტად გთავაზობთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და ამასთანავე ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას და გადაწყვეტილება იქნება. დაჩქარებული, კი ბატონო, თხოვთ დახმობას. ამაზე მადლობა ბატონო შალვა. და გამომდინარე იქიდან რომ დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამ კანონპროექტს 4 შაბათ, 5 შაბათსაც ხომ არ მოგვიწევს ხთომის? ჩვენი რეგლამენტით სამშაბათი 4 შაბათს არის შესაძლებელი. არ თქვენ როგორ გაქვთ განჯი იურიდიულ კომიტეტი. 4 შაბათს ხომ ინტერპელაცია გვაქვს და მაქედან გამომდინარე. ჩვენ შეგვიძლია თუ ასე ვთქვათ იმ რეგლამენტით რომელიც გვაქვს 3 საათამდე ან მაქსიმუმ 3 საათია ინტერპელაცია, 3 საათი შეგვიძლია განვიხილოთ და შემდეგ შესვენებით და 4 შაბათზე კი ბატონო, ჯობია. კი ბატონო. კი, შესაბამისად შეგვიძლია მას. თავარი კომიტეტს თუ შეძლებთ რომ ეს დღეები იჭროს. კომიტეტი ჩატარდება. კარგით. და დაჩქარებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება პრინციპში. ახლა საორგანიზაციო საკითხებსაც შეეხება. ხო აქვე ბარემ ვიტყვი რომ როგორც ჩანს, მათ შორის ჩვენ დღის წესრიგიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 2 დღე დაგვრჩება, სამშაბათი, 4 შაბათი. დანჩეს გვაჩვენებს უკვე თვითონ მიმდინარე განხილვები. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მომართვა არის ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში საკითხების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით და ბარემ მეორე საკითხი აქვე არის ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის, რომელიც ფაქტორინგის შესახებ კანონის განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელებას ეხება და გთხოვთ ორივე საკითხზე თანხმობას. მადლობა. ცნობად ვიღებთ მესამე და მეოთხე საკითხები გახლავთ და მეხუთეც. ერთი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე გათხოვა კანონპროექტის. მეოთხე საკითხი გახლავთ კორუფციის წინააღმდეგ შესახებ ბრძოლის შესახებ კანონზე გათხოვა. ბატონ არჩილ თქვენ გსურთ განმარტება. დიახ, აღნიშნულ ორი ინიციატივასთან დაკავშირებით ნომერი 167 და ნომერი 168 დამატებითი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე ინიციატორების მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ გახმობილი იყოს, შემდეგ დავამუშავებთ და უკვე გადამუშავებული ვერსია წარადგინება შესაბამისად საქართველოს პარლამენტს. კი ბატონო, სამი კანონპროექტი გათხოვილია ინიციატორების მხრიდან. შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა უნდა მივიღოთ ცნობად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირების ცნობად ვიღებთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიშთან დაკავშირებით ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნას. შემდეგ გახავთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოქმნილი ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშუალოების საბჭოს რეზოლუციის გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიშზე. შემდეგი საკითხი გახლავთ კვლავ შემდეგი ორი საკითხი, სამივე საკითხი მე-10, მე-11, მე-12 გახლავთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნები სხვადასხვა ანგარიშებთან დაკავშირებით, რომელიც ცნობად არის წარმოქმნილი და შეგიძლიათ გაიცნოთ. და ბოლო საკითხი გახლავთ ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება ნომერი 137, რომელიც დაამტკიცოს ბიუროს გთხოვთ მხარდაჭერას. ვალობთ, სხვა საკითხები თუ არ არის, ხვალ ბიუროს ხდომა დაგჭირდება, 12-ს რომ დააგდება 15 წუთი და შემდეგ უკვე პლენარის ხმით გამოვაგზავნოთ. ხდომა დახურულია.